სხვა ხის ვიოლინო გაგიგია? გაგიკრავს? არ დაგიკრავს. არა, ხო გაინტერესებს, აი რა ხმავს მაგალითად ატმის, ან ჭერმის, ან კაკლის, ან რა ვიცი, სხვა ხის, რომელზეც არ დაგიკრავს. აი ხის ინსტრუმენტს როგორი ხმაა? ეგ მაინტერესებს მეც რა, ანუ ყველა ხეს მინდა გავიგო როგორი ხმა აქვს. ამა თუ იმ ხეს რა ჟღერადობა აქვს. გამარჯობა, შეიძლება? მოგწანდით. თქვენი გვარი რომ მითხრათ? ხალათზე. რამდენი წლის ბრძანდებით? 37-ის. 17-ის და მე მისამართი გითხარით თუ შეიძლება? ნავთლუღის დასახლება, ნომერი 25. რაზე მუშაობთ? თქვენ თვითონ საინტერესო იქნება რომ ვიცოდეთ. მუსიკალური ინსტრუმენტებს ვაკეთებ. თვითონ კონკრეტულად რომელ ინსტრუმენტებს? გიტარა, ფანდური და არის ხოლმე ექსპერიმენტალური ინსტრუმენტები. სახელოსნო თუ გაქვთ? ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხოლმე, ხშირად ტურისტული ჯგუფები გვყავს, ვისაც აინტერესებს. სახელოსნო, ეს კერძო სახლია და უკაცრავად. დიახ? გიორგი, მოვედით ჩვენ. კარგით, ეხლავე გამოვა. უკაცრავად 2 წუთით გავუძე შენ. გამარჯობა. ის ლამაზი გოგოვია. მოვიტანით ფანდური. მე გიტარა მეგონა რომ იყო სარესტავრაციო. ამ წუთას ფანდურების რესტავრაციას ვერ ვიღებ და რა ვიცი. იცით რა არის დისთვის მინდა საჩუქრა და იქნებ გამონაკლისის სახით. დავუშვათ. ჩვენ გინდა ფანდურს გააკეთო? მე შემოდაუკრა? ოთო? რა ქვია შენ? რა ქვია? ნია. ნია? კარგი ნია, გაგიკეთებ ფანდურს. ხო? და მე მოდი და წაიღე. დიდი მადლობა, გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. ხონდეს.
უცნაური და განსხვავებული გაკეთებები ხალხზე. შემოდი. კეთილი ჩემთვია. აი ხარ. ესეც ბუნებრივი სახუარები. არ ღალიში. ჩამოჯექი, კურტკა შეგვიძლია გაიხადო. მანამდე მე გამოგიტან ხალხს. იგი ეგრეებია. ეს გახოთ. აბა შეამოწ. სარგეში მინახავს აღალმთებს ქარაფებს აფქვევადი მინანქავს ეგ თემები გალებზე ჩანჩქერად მინახავს ალი ხარ ქალი ხარ მითხარი მინახავს ენაცოლე ძმაო შეგარი აბა შედობაში და გამართლა მოლოდინები შედობაში. ოიცა კურტკა. კურტკა ჩე. დენათ ეს დაგიჭირა. დამაბნია. დამაბნია ინსტრუმენტია. მოდი. შენ შეუკვეთე ეს შენს თავს. მისთვის. იგი გასაგებია. ცუდია? არა. ეგრე? არა. ნაცნობია ჩემთვისაც ეგეთი რაღაცა არ შეუკვეთა შენ თავს ვიღაცა კი არ იკვეთა შენ უკვეთა. მე რამოდენიმე მაქვს ეგეთი შეკვეთილი. ასე რომ უცხო არ არის რასაც ეგეთი. ანუ გაქვს შენ. კი. ზეგი უფრო გამიგებ. რა თქმა უნდა. ნუ ეხლა ზადას იცი შემოქმედება როგორ ასუკრავს დაახლოებით ეხლა პირად არ ვიცნობ ზადას. მე მეგობრებს ვიცნობ ისას და რაღაცა წარმოდგენა ანუ მე მინდა დაახლოებით ჩემი ხედვით ასე ვთქვათ რაღაც ინსტრუმენტი ფანდურის და რაღაც ხალხურის და გიტარის რაღაცნაირი ისეთი აი თუნდაც აი ისეთი რომელსაც მეც რუსია მონებით ჯერ პირველ რიგში უნდა მოგეწონოს ხო? მოკლედ ჰიბრიდი. ხო, ჰიბრიდი. ხოჭმელი ხოლმე ჭამ, რა დეკი. აი მე ეს ფუფურა მიქენ. მე რა მიქენი, არ მომკიდე ხე. ამოდი, მე მეცმა დავიგანო. ამ არ ეკრია, რა ეკრია. აბა მოდი. თან გავგვირდე, ცივი წყალი ხო გინდა? წამო. აი დავიბანე. აი თუ დაიბანე წამო. დაიბანა ხელი? ხელი არა. მოდი თუ გინდა ხანდაურში დაიბანე, წამო. ის დაიბანე. თუ შეიძლება ხელის დაბანაზო. აი შენ რა ამიჭო? ნაშო. იქ არა, პერს. ნახეს. წყალში. გიტარას და ფანგურს ვაერთიანებ და რაღაც ინსტრუმენტს. მოკე, ასე ვთქვა. შეწყავს ფანგურის და გიტარის. საიდან მოიტანეს? თავიდან. ისე? ჩემი თავიდან. ექსპერიმენტი? თუ ვინმე? ექსპერიმენტი.
ნაუშაში უკეთე, მეთოში უკეთე ჩემთან. კაი ხა რა, ხო იცი. რა მოხდა მე პირველ გაგირეც ხო? რა 3 მინუტში უნდა ვარ. იცის მერე? არის ის. ჩაიმ დამოგიღო. დავიწვი, დავშევიდი. რა ჭამობინა და არც არაფერი. ანთელი და ამას გადავდე და მოდი რა ვქნა ცე ამაზე დაჯობ ვიდა მიკროფონთან ახლოს მე უკვე გადაწყვეტილი რომ მქონდა იმიტომ მე რო განიშნებ დაიწყო ხო? მაგალითად ეგ ნახოს არის სულთან არის და გაჩერდი ახლა ჩა ამაზე მუშაობა რთული არის, ამაზე შეიძლება ეს ღიას დახურვა და დახურულის გაღება უკვე ის არის ჭეპინა. გასაგებია. აი. და ამის მაგერად ახლა იმის მაგერად ამას ვეწევი. ესეც რამე არომატიზატორები და ისე არის. მარტო ყვამლია, ანუ არაფერს. მავნე არ არის? თუ ალბათ 1 წელიწადში დაწერენ რომ არიო მაგრამ სანამ არ ვიცით მოვწევთ
ნიკო, სადად იხარ, ბიჭო? ახურა. ჩამოდი ხო, ხილას. ზანახურა, აფიქნებით სად. მოიცადე ხა ჯერ ცოტა ხანი. ხერხი მომაწოდე ხერხი. ხო, კარგი ბიჭო. ეხლა გაიწიე თავზე არ დაგიყაროს. გაიწიე. ნიკო. არაფერი. თუ მეხმარები მოვეხმარე. მოგეწოდო. აქ უნდა იყო თუ მეხმარები. Пишо. Писа. Აი მოიგე. მოდი пишу. მოდი და აჭამა კაცო. მოდი. მოგონა არ თქვა რომ ისე ყველი და რაღაცა არ მინდა და რაღაცა არის ეს რაღაცა. მოდი. ახ. მოდა ყასას მოგიწა. მოგინა მოვიდნენ ეს პატარა. Расу. ნახე შენ სამაკ. ვა. გწონს? მაგარი. სად იყო? მე ქიყიდე. ნიკო შემოდი. კარგია. გადასაგები. აი, ხო, რასიჩი. ჩვენიერი. იცება? კი. ხო, რასული? ხო, კონცერტი მაქვს. გენერალური 3-ზე და მე კონცერტი ფილარმონიაში. აი, ყურა მიხდება? არა, ხო, არაფერი, რაღაცა მინდა თქვენი არ აქვს. ой, ხო, მართლა. მაგისტრატურაზე გავიგე და წელს არის მიღება. არის? ხო. ვერა, ჯობარ მაგისტრატურაში. ჩაბარე, ხო. კარგია, რაღაცა, მოვიცი ხა მაგისთვის და იქნება ეს. რა მოვიცი, რა ვიცი ეს. მოვასწრებ ჩემ გრაფიკით. უნდა მოასწრო. მოახერხებ რა თქმა უნდა. გადამტვირთეს ახლა რაღაცეებით იქ ის ასრული ეს რა ვიცი, ნახო. მოახერხებ. ფიქრე. შენ თუ გიხდება მე მგონი. ნაში ჩემი იყოს. ამადულა. მე ხომ და გავიქცე რაზე? რა უნდა თვაიმე მე კიდე მაია დაგვიშვილი. მობძანდით? გამარჯობათ. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობათ. მე თქვენთან დავამთავრე ბაკალავრიის კლასი გიტარის სპეციალობით და მინდა რომელ წელს? 2005-ში. აჰა. და გაგრძელება მინდა მაგისტრატურაზე სწავლის და. აი, კარგია, მაგრამ გაგიმართლეთ წელს გამოვაცხადეთ ჩვენ ერთი ადგილი. ყოველ წელს არ ცხადდება. ძალიან კარგი. წელს გამოვაცხადეთ ერთი უფასო ადგილი არის. ესე იგი ისევ ფრონტზე მიწვი როგორც ყოველთვის. კი, რაღაც ინსტრუმენტები მაქვს ახლა წამოწყებული და მინდა რომ დავასრულო თან რაღაცა მესადინეობ ეს მაგისტრატურაში მინდა რომ ძალიან კარგი. გავაგზავნო. ნუ თავი რომ მოასწრო ეს ორივე და ბევრი ფრონტია ასე თქვა. ბევრი ფრონტია. ეხლა როგორ ის მადლობა. კი. მე მგონი შენ მოასწრე ყველაფერს იმიტომ რომ შენ კარგი გამოცდილება გაქვს როგორც პროფესიონალ გიტარისტი და როგორც არტისტი და შენი ნახოთ. კი, შენი ექსპერიმენტების გიტარების ძალიან მომწონს. მახსოვს შენი არახვეცი კონცერტი რომ დავუკარეთ მაშინ რა. ბევრი კი ვიწვალეთ, მაგრამ ბოლო გამოვიდა ძალიან საინტერესო შესრულება. მე ძალიან მომეწონა. შენი შესრულება აქ იყო, მე მგონი პირველი შესრულება იყო. საქართველოს პირველი შესრულება არახვეცი. აი ხო, გამახსენდა. აი, გარიცადია. ეგ არიცადია. ესია. ნამდვილად. როგორც ბევრი ნაწარმოების პრინციპში.
ცოტა ჩამოვცილდი ამ ყველაფერს ესეთ აკადემიურ მუსიკას. ნუ არ არის გასაკვირი, ჩვენ სიტუაციაში, ჩვენ პირობებში რო ესე იქნებოდა. ბევრი ქართველები არიან გერმანიაში, ფრანკფურტში, ესე იგი ძალიან ბევრი. კი. შენც გიდო გერმანიაში ეს მინდოდა, აი ზუსტად ჯემალისთან ერთად და ვახოსთან ერთად, მაგრამ ეს ეხლაც გინდა ახლა? ფინანსების გამო ვერ მოახერხე და იყო პრობლემები კიდე. მე მახსოვს კი. თავდები უნდა ყოფილიყო ეს გერმანელი ან ფული უნდა ქონოდა. ეს პრობლემა იყო, მე არ მახსოვს. ეს დეტალები არ მახსოვდა, კი. 6000 ევრო უნდა ქონოდა ანგარიშზე. ეხლაც გინდა გერმანიაში. ეხლა ბრაზილიაში მინდა. ჩვენ ჯანმრთელები აი ამ ხელს შეხედეთ რა რას ვიქეთ აი ასე ვთქვი რა ხო ეს ეხლა რომ მოიტანა? ო აი არ მოიტანა. ბარაკა ძალიან ჩა. ეს როგორი? ეს არის იმეილი. დამანახე მე მაჩვენე. ჯავას ვუჩე. კაცო, ეს წნევები ძალიან მაწუხებს. ქალაქიდან გავიკეცი. რა პლუს წნევები ახალგაზრდა. აერზია. აღარ ნახალ. მაინდა ის მე რა უნდა. შენერია. არა ვიღაცა რო გაწება. გიორგიში მე მომწონს აი ეს ასე ვთქვათ ორ სახოვნება რა რომ ის არის ხელოვანიც და ხელოსანიც და ერთნაირი სიმსუბუქით არის ორივე შეუძლია რომ აიღოს გიტარა და ძალიან ლამაზად დაუკრას ძალიან რთული ნაწარმოები მე გადმოაბრუნოს და დეფექტი რაც ექნება გაასწოროს როგორც ხელოსანმა ანის დავლოცა. ანი არის ძალიან მაგარი გოგო, ძალიან მაგარი მეუღლე და ძალიან მაგარი დედა. ღმერთმა სიკეთე მოგცეს, ჩემო ოქრო, სიხარული მოგცეს და გამრავლება და გახარება. არანაკლებ პროფესიონალი მუსიკოსი ვიდრე ბატონი გიორგი ეს ყველას კარგად მოგვიხსენება. და ერთი ალბათ საიუბილეო ნომერი ხომ არა გაქვთ ერთად მომზადებული რამე? ინსტრუმენტი არა გვაქვს. ინსტრუმენტი რო გაგიჭირდებათ ახ სალამური მაინც ამ კონდეს კაცო.
როგორ? მოაღალო. კარგია. იცი როგორ ახარ? კარგად, შე როგორ ახარ? კარგად. მოდი დაჭიქე დედა და მე რაღაცა მეერთო. არა, საჭმელი ამიდან მეჩქარება და ის მომეცი არის ხი ვაგიტოვოთ მიდი. კი, ის გაგიკეთე და ეხლა მოგიტან. აშვენში. აი. ეს ხუდი რატო გამირესხე? რამაჯერმა გამირესხე? კაცო. იმიტომ რომ რა არის ხა? დავდიო ფიროსმანივით. მე კარგი არ არის ფეროსმანივი თუ დადეხარ. ძალიან კარგია. აი, წავედი. ხო, რაღაცა მაინც გადამიგე. მიდი რა, ცოტა რამე აიღე. აჰა. კარგად. კარგად. ეს უნდა დამიკრა. ამას წინასწარ ამზადებ, რა თქმა უნდა. აქ არ ჩანს, რომ წინასწარ უნდა გამზადო, მაგრამ ანცები ზეპირად უნდა იმოხსნათ. ხო. აბა მიდი. არა, ცერატითი. აქ ცერატითით ვიწყებთ. აჰა. აი, ამ სიმებს ზე უკვე ვიცით რომელი თითები მუშაობს ამ სიმებზე. პირველ მეორების მე-6, მე-5, მე-4-ზე ცერატითი მუშაობს. ეცადე რომ ესე არ მიეჩვიო და იყოს ესე ყოველთვის თითი. ეხლა სწორად გას უბრალოდ შენი ბრალი არ არის ცხილის ბრალი. ვითომ სუფთად ვიღებთ. მე მინდა უბრალოდ სისუფთავი არა, წაკითხო ამ წუთას. სისუფთავეს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ცხილი გვაქვს მოსაკლები. მიდი. რა როგორი ბგერაც იქნება. უბრალოდ წაიკითხე აქ რაც წერია. შეგვიძლია წამ ბესამე ჩუ აღარ არის და მიდის გასავალიშოში ძალიან ბევრი სიმღერა შეიძლება თითი როგორ არის? რავია, აი, კლიანად ამდროა ეს ფრჩხილი და 2 წელისთან დავიკით მაგ. რეაბილიტაცია დაეწყო თუ არა ჯერ? ჯერ ნახევარზე, მსხვერპლი 3 თვე კიდე ალბათ გამოსვლას უნდა. ეს დანარჩენი ფრჩხილი თითების ისტორია არის შენ. ეს მოვიჭერი ბავშვობაში ეს თითი მოვიჭერი, აი ეს. ნაჯახით. თლიდი ხეს და მოხდა ნაჯახის. წამოვიდა დამეცა კიდე. ესე უკრავდა გიტარას. ასე დაკუნდეს. ამ თითის გარეშე. მე უგნებდი რომ არ გაგეზრდებაო ეს თითი ესე იქნებაო. ჩათვალე ეს არ მქონდა საერთოდ. არ გამეზარდა. რა ვიცი, ნორმალურად არის ხა ასე თქვა. ეს მანქანის ორბალს ხსნიდი და ხელი შევყავი. და გადავატრიალე, ჩამყვა და გადამეჭრა, მინაკერეს ეს თითის. საერთოდ სხვა ფრჩხილი მეზრდება. ამაზე ეს კი იცი. ო, ეს თითი. ექსტრავაგანტი. ო, ექსტრავაგანტი. მოკლედ თითქმის ამაზე აგური დამეცი. და მთლიანად გადაიხლიჩა ეს თითი. ეს ნორმალურად. მოკლედ რა ვქნა ესე მიუხედავად იმისა, მიუხედავად იმისა, რომ გაუფრთხილდე როცა გიტარაზე უკრავ. თითები არის საჭირო.
არა იმის სხვა რამისთვის საერთოდ თემი საჭიროა. გეწინააღმდეგებოდა ეს თემის სხვა რა დაგეკრა, მაგრამ მაინც უკრა, ხო? ხო, მაინც უკრა. ეგრე გამოდის. აი აქ რო ვაჭერ, აი აქ. თიჩი გადაეცემა? კიბილი? ძალიან კარგი. აბას ცადეთ ხელის მოხრა, თითის მოხრა? კარგი. აბას ცადეთ აი თითის ბოლოს მოხრა? ერთადერთი გზა ამ გიუპიტერენის კონტრაქტურის მოცილების არის აი იმ დაკორძებული ზონის მოცილება. თუ იმ მდგომარეობაზეა მისული კიდური, როგორც თქვენ, როდესაც უკვე ხელს უშლის მოძრაობას, ჩვენ თავაზობთ მხოლოდ აი ამ დაზიანებული აპონევროზის ამოკვეთას. რა თქმა უნდა, წინასწარ გეტყვით, რომ ამ ოპერაციის შედეგი არ არის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, ამ ოპერაციის შედეგი არის ამ მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. და მაინტერესებს, ოპერაციის შემდეგ რამდენი ხანი ვერ შევძლებთ მან მუშაობას და დაკვირვას? სადღაც ერთი თვენახევარი, ორი თვე თქვენი ტემის დატვირთვა არ შეიძლება, ეს იქნება ჯერ შეხორცების პროცესი და მერე თანდათანობითი გავარჯიში. დიდი მადლობა. კი ბატონო, გისურვებთ წარმატებას. მოდი დღეს ეს მოვსინჯოთ. რა? გადაყოლი თვალი და ნახავ. ლუთიერი. ო. ჩვენს მეგობრს გიორგი ფხალაძეს დიდი სიყვარულით და პატივისცემით. გიორგი მელიქაშვილი. ლუთიერი ქვია? ხო, შენ მოგიწვენი. მოდი გავსინჯოთ. ვა, მოვსინჯოთ. რა საინტერესოა. მოიცადე? კარგად მოიმზადო? ხო. მოდი. აღარ
მე ვფიქრობ, საერთოდ ესეთი უნდა მივუდგეთ ამ საქმის შემოქმედებითად და ვიფიქროთ იმაზე, რომ რა ნაწარმოები უნდა იყოს, რომ გაგანვითაროს და წინ წაიყვანოს უფრო მეტად. რაც არ დამიკრავს. რაც არ დაიკრავს. ეს არის უფრო ესეთი ატონალური მუსიკა. მაგისტრატურაში უფრო თავისუფალი პროგრამაა. კონცერტებს გავაკეთებთ. ყოველივე სემესტრი უნდა გამოიყვანოთ იმისთვის, რომ კონცერტი მოვაწყოთ. ой, ჩვენ გვეკუთვნის ხო, ანუ შეგვიძლია რომ აუცილებლად კი, ავიღებ დარბას ამ დღეებში და კარგი იქნება, რამდენი ხანია კლასი. ძალიან მიხარია, მეუბნები, სასიამოვნო დეჟავი არის ჩემთვის და მართლა გავაფრთხილე. ამის რამდენი კორპუსის? რომის გვერდის? აქვს სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა ზონა. როგორც ვიოლინოს მაგალითად ესენი შეგიძლიათ დაუთხელო გამოჭრის ადგილია. სადაც ხო, იმიტომ რომ ეს აქ არანაირი დაწოლა არ ხდება და შეგიძლიათ დაათხელო რომ უფრო მეტი ის მოხდეს. ასე ვთქვათ. ხო, ეს იმის მიხედვით არის შენ რა ტონზე გინდა რომ გაიმას. დაახლოებით ხო რაღაც წარმოდგენა გაქვს რას აკეთებ და იმის მიხედვით მე რაღაც ბოლომდე კი არიცი რა გამოვა მაგრამ ეს არის საინტერესო არიცი რა გამოვა. ხო, აბა. მუშაობის პროცესი. ხატვარი რო ხატავს რა, იცის ბოლოს რა. არის. არც ერთი ხატვარი არ იცის რო დაიწყებს რა გამოვა ბოლოს. Gördüğün gibi çizim yaptığımız malzeme tamamen deridendir. როგორც ხედავთ, ის მასალა, რითიც ვამზადებთ ამ თოჯინებს, არის აბსოლუტურად ტყავი. Gorgi burada güzel bir sanat var gördüğün. ეს არის ერთ-ერთი ტრადიცია ჩვენი ხელოვნების. Karagöz ve Hacivat Türk toplumunun çok önemli iki karakteri. Qaragözi და ჰაჯევათი არის თურქული საზოგადოების ორი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 600 წლის წინ შეიქმნა ეს გმირები. Sadece bizi eğlendirmekten öte dünyadaki bütün insanları da aynı zamanda eğlendiriyor. ისინი მიმართავენ არა მხოლოდ ჩვენ საზოგადოებას, არამედ მსოფლიო საზოგადოებას და მსოფლიო ხალხებს. Tabii bu sanatın varlığını şöyle yaşattırıyoruz bizler. Hem sanat dediğimiz bu noktada. ჩვენ ვამბობთ, რომ ის არის როგორც ხელოვნება, ასევე ხელსაქმე ამავე დროს. Karengöz! Yahu niye bağırıyorsun bakayım orada? Yar bana bir eğlence. Kafana gelsin teflon tencere. Aman Karengöz'üm gelsene. Gelirsen binerim senin tepene. Yar bana bir eğlence. Ay çenen tutulsun senin emi. Yar bana bir eğlence. İndim aşağıya. Aman Karagöz'üm bak fena olacak. Yar bana bir eğlence. Al sana bir eğlence bakalım. Aman efendim çekmeyi sakalım. Amanını hoppala gümbala hop bam. Amanın aman.
სიცოცხლე გაგრძელდება უმღერო სიყვარულს და ქვეყნად სიცოცხლე გაგრძელდება გადახვედი ხეზე დავიჭირე. მაინც ეგ ვარჩია, ხო. ჩავიჭრო ესე მომიზადო, ხო? დასწვალობ. ოჰო, რა კაცონი დაუნთიათ, კაცო. ბოლო გაჩერება? ნინო მოვიდა, ხო? რა მაგარია. ჰე. არ მელოდით. ნიკო. მოდი, ბიჭო, მოდი. აი, ხა თქვი რა გინდა? მე თევზაობა თუ მუსიკოსობა? თევზაობა? ნიკო, ვინ მოვიდა? ნინო ნათლია? ეი, შეწყალწაღებულო მე თევზე და მუსიკოსო. შამფურების წამოტყება დაგვავიწყდა და ბუნებას ვესესხეთ რამოდენიმე. ვესესხეთ, ხო? კონკრეტულად ჭადა. და ისიც ძალიან გულხვიროა. კი. ეს რა კარი რაღაც გაკეთე. უნდა გავშალოთ, იმიტომ რომ გრძელი შამფურები კიდე დააყარე. ნახე? გავშალოთ, მაგარი არა. ის რა სახლია შენდა გიო, აი ზღაპარი იყო. ქოხი ერთი დიდი სოჭის ქოხი დგას უღრანი ტყის პირას. და ამ ქოხის წინ არის შაორი. დილას უბრალოდ ნისლიანი მოღრუბლული დღეები დაგვემთხვა. და ეს ნისლი რო ჩამოდიოდა, როგორ ჩამოდიოდა, იცი, აი რაღაცა მისტიურ სამეფო კარის თამაშები როა. ჩემი ღვინო სად არის? ეს არის? წითელი რომელიც. აჰა. ვაი, მიშველეთ. სისხლში წავა. ბიჭო, მიშველეთ ვინმე. ისევ შენ და ისევ შენ ჩემო ტურფა ამასო
ცვალოს მოცინცინე ალმასო ოი შეყარებული სათვის ოი ნათლიც გიბნელია ის პირველი როგორ არის მეორე ბიჭებო ეს ბუნების კანონი ეს ბუნების კანონი ყველასათვის ვალია ყველასათვის ვალია ოი განურჩევადის მონებს ოი კაცია თუ ქალია ოი განურჩევადის მონებს ოი კაცია თუ ჩაუთulis ქალა აი რა მოგისწარი და მოვახერხე როგორ ახარ აბა მოემზადე კარგად როგორ ნერვი ცოტა ეს ხელი რაღაცა რა ვიცი რა რატო ეტირს აი საბოლოოს მე მგონი ვიშვის რაღაცა რა ჩვენ დომა დღეს გაკაჩე ეხლა კი ვიცი რომ არცალია მაგისტრის მოიცი მოხე ხო იმ დღეს ვიყავი არ დამიწყე ხარ და რაღაცე იმ დღეს ვიყავი ბავშვების კონცერტი იყო რა უმეტესობას ქონდა შენი ფანტურები რომ შევხედე ეგრევე ხო შევამშვიდე რა თქმა უნდა შენ ფანტურები მაგრამ ძალიან მაგარია ხმითაც დიზაინითაც რაღაც და გეტყვი ხარ გაბრაზდი რა საკპატენტი ხო გიგია გავიგია აუ ხარ თქო დავაპატენტე ხო და მან ყავს ახლობე არა ძალიან მალე გავაკეთე რა უნდა დავაპატენტო კაი რა დამიჯერე რა არა უნდა დავაპატენტო გეუბნები სამუკეთეს რაღაცას გამიჯერე არა წამო ხო ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ აქ რიტმულად რიტმულად ნუ შეგვიძლია ამაზე წავიმუშაოთ ახლა კი ბატონო დავუყრეთ ბაბი ბა კარგია საღამოშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა რომ მობრძანდით. ვართ კონსერვატორიის მცირე დარბაზში და ვესწრებით გიორგი ფხალაძის ამ დაწესებულების მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტის კონცერტს. ფრანცისკო ტარეგას ხოტა ძალიან მრავალფეროვანია, იმით რომ მასში თავმოყრილია საგიტარო ტექნიკების მთელი სპექტრი. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ტექნიკა არის გაერთიანებული ამ ერთ პატარა ნაწარმოებში, ასე რომ მისი ამბებით.
მთელი სახლი გადააქოთეს, კარადებშიც ეძებეს, უჯრებშიც, სხვენშიც, მამის სახელოსნოშიც კი, მაგრამ ერთად ვერაფერი იპოვეს. ახლა ბაჭების მამასაც ქონია სახელოსნო. აი ახალი წლის საღამოც დადგა. Hey, that's funny. Here comes Captain Whitebeard. ეს ნალახი გვაქვს? ხო. გაიღვიცა მაილო. It's time for you to start washing. Okay, Dad, I'll wash. მიდი გადაიბანე ხელები და მოდი, papa დასხმული გაქვს, მამდე გაცივდება. გამოცადე. გავცივდი ცოტა. არა სერიოზული გამარჯვება, იმიტომ რომ იგი მედებს შეიძლება ოდესღაც. გიორგი, გამარჯვებათ. ჩემი მეგობარი, ჩემი ნათესავი მირონით, მისი შვილის ნათქია ვარ მე და ასეთი ბედნიერი კაცი ვარ. მას კაი რამე უჭირავს ახლა თელში. ხო, ესეთი ეჭვი. ხო, მაგას შენზე უფრო მეტად მე ველოდები ვიცი რამდენი. ჩავისო. ვა. და ეხლა ასე წყობი იქნება რა თქმა უნდა. ეხლა რო გითხრა თუ ნერვიულობ თქო დამიჯერებთ რა. გამოვიდა ისე. სიყვარული იწყება აქ რაღაც. სერიოზული. არა, ესეთი ინსტრუმენტი არ დამიჭერე ხელში. ეს საერთოდ სხვა ტიპია. ვაუ. ხო. აი, გარისკა რა და თქვა არ მაინტერესებს. გიორგი. თო ჩემთვის ვერ გაგრძელებას ახლა მნიშვნელობა არის. გემთხევი ხელში. მადლობა, დიდი მადლობა. ჩვენთვის ძალიან ძვირფასი მეგობარი, არაჩვეულებრივი მუსიკოსი, გიტარისტი გიორგი ფხალაძე, რომელიც ასევე არის ლუთერი. ანუ თავისი ხელით აკეთებს ჯადოსნურ გიტარებს, არაჩვეულებრივ გიტარებს. და დღეს საშობაო საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ზაზა მიმინოშულს და მოართვა თავისი ხელით გაკეთებული უნიკალური გიტარა. ახლა ექსპრომტად აბსოლუტურად დაუგეგმავი ნომერი გიორგი ფხალაძის ახალი გიტარა
ჩვენი ზაზა მიმინაშვილის ხელში. საოცარი ინსტრუმენტია და მართლაც აი გთავაზობთ მე ჩემს გავაგნებ როგორ ბედნიერი ვარ იცით მე აი ესეთი ინსტრუმენტი როდესაც ოსტატი აკეთებს მუსიკოსთვის გერმანიაში მაქვს ეს და ძალიან ბედნიერი ვარ და მას წარვადგენ სადაც მიმიჩნდება მისვლით და უბედნიერესი ვარ რომ ქართველი ძალიან სერიოზული ოსტატის ინსტრუმენტით ვივლიან შემდეგ ის გემაჩენი მუსიკოსებს უყვართ რაღაც სამურაებზე ლაპარაკი და ეს ჩემი მახვილი იქნება თეთრ შევიცდები რაღაცა ვაკეთო გავაგრძელო ჩემი საქმე და ქართული ინსტრუმენტი ივლის ჩემთან ერთად და მე ძალიან ბედნიერი და მადლობა ოსტატს და გაიცანით საოცარი სერიოზული ოსტატი დიდოა გემარაში ფიქრობ რომ წავიდე. ისე უცებ საიდან გადაწყვეტე. იქ სტარდება გამოფენა, გაყიდვა ინსტრუმენტების, ნოთიერების, ოსტატების რაღაც. რითიმიტი ხარ? ან ფინანსურა? ან ხო რა ვიცი. აი დიდი არ მინდა. ხო არა ისე იდეა მეც მომწონს ახლა განა. შენ არ მოგწონდა ეგ იდეა ისო ჯობია მიწახვიდეო. დაკვირთო ვიდრე. იტო ზერმებნეოდი. ხო, ნუ, ხო მე ხო საერთოდ ეგ უფრო მომწონს დაკურა ვიდრე ხელოსნობა. ხო იცი რომ აქ კლასიკური გიტარა და კლასიკური და ხელით ნაკეთი ინსტრუმენტი არ აქვს ფასი რა. არაფერს იქნება იქ მართლა რაღაც დაინტერესდეს და რაღაცა გზა მომნახოთ ესეთი და რა ვიცი რა შემიკვეთოს რაღაც სერიოზული თანხა რაღაცა. რაღაც შეკვეთი მქონდა. ერთი შეკვეთაც რომ მქონდეს, ეს სიამოვნებდი მუშაობდი. აქ 10 წელიწადში ერთს არ იქნება ხო? არა, სპიკო. ჯორ ფრონტზე სადამდე უნდა იბრძოლო? სანამ მესამეს არ ვიპოვო. აკაციის ხე შესახთან ახო ათას ფერლანდა გადაიფერა ზამთრის გარეთ უტევდნენ უცხოა დაგაზაფხული გვამი ეფერა ზამთრის ქარები უტევდნენ უცხოა დაგაზაფხული ლავი ეფერა. ეს გაგრძელება არ ვიცი რა.
მაგარია სიმღერაც. ბავშვი ყოველთვის დაუწერა. აია.